ზელენსკიმ მაგიდაზე ხელები დააწყო, ჩვენსკენ გადმოიხარა და გვითხრა, თუ გნებავთ გებელსის პროპაგანდა იყოს, მე 1000 მოლაპარაკე პირი მჭირდება გებელსის პროპაგანდით. Ფიქრობ, რაც 2022 წელს მოხდა, მან მოაგროვა თავისი 1000 მოლაპარაკე გებელსის პროპაგანდის თავი. მე მასთან 2 წლის განმავლობაში მუშაობდი და 2 წელი ეს ადამიანი 2 ფრაზას იმეორებდა. ერთი ის ამბობდა, რომ უკრაინა დემოკრატიისთვის მზად არ არის, ციტირებ. მეორე ციტატა იყო, რომ დიქტატურა წესრიგ. ამიტომ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობდეს, დემოკრატიის სახე იყოს. ახლა ამბობენ, რომ ეს რუსების მოგონილი ტყუილია, მაგრამ ეს უკრაინელების და არა რუსების მიერ მოყოლილი ისტორიებია. ეს იყო იმ უკრაინელების ისტორია, რომლებსაც მშვიდობა სურდათ. ბორის ჯონსონმა გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. ზელენსკის პირობა მისცა, რომ მას ყველაფერი ექნებოდა. იარაღი, გავლენა, აღიარება და ის ბრძოლას გამოუცხადებდა რუსებს და ექნებოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. ზელენსკი ყოველთვის შეიცვლის პოზიციებს ომის გასაგრძელებლად და მეტი ფულის მისაღებად. მას პოლიტიკური სუიციდი არ უნდა. ომის დასრულება კი მისთვის სწორედ პოლიტიკური სუიციდია. როდესაც ინტერვიუსთვის ვემზადებოდით ხოლმე, ის 15 წუთით სააბაზონოში იკეტებოდა, შემდეგ კი იქედან სრულიად სხვა ადამიანი გამოდიოდა. ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ. პირველ რიგში ის არ არის ადამიანი, რომელსაც კამერების საშუალებით ხედავთ, სრულიად განსხვავებულია, ყოველთვის სხვადასხვა ნიღბებსაა მოფარებული, ემოციურად გაუწონასწორებელია. საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ხშირად ისტერიულია, თვლის, რომ ადამიანების გამოყენება მართებულია. არ გააჩნია ემპათია, როგორც ამას წარმოაჩენს. ის არაჩვეულებრივი მსახიობია, რამაც 2022 წელს ბევრი მხარდაჭერა მოუტანა. თუმცა მის თამაშს შინაარსი არ გააჩნია. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რეალობა სრულიად აცდენილია და მისი სიტყვების უმრავლესობა ან მანიპულაციები, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები, ან წმინდა წყლის ტყუილებია. მილიონობით ადამიანს კი კვლავ სჯერა, რომ ზელენსკის მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. როდესაც მე ზელენსკიზე ვსაუბრობ, მე ინსაიდერი ვარ. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებ, ვინც მისთვის მუშაობს და მჯერა, რომ ზელენსკი ბევრი ფინანსური სქემის ფულის გათეთრების უკან დგას. ფრონტის წინა ხაზები და მსმენია, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ცხედარს სახლში გამოასვენებენ და მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილი. მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებს მისი რეგისტრირება არ უნდათ და ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი მაგალითად გულის შეტევაა. ეს ომია და ალბათ ასეთები ყველა ომში ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილ ციფრს ვერასოდეს გავიგებთ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ თუ ვინმე რაიმე ცუს ჩაიდენს, მას დავსჯით და ფრონტის წინა ხაზზე გავუშვებთო. ეს მისივე განცხადებებშია.